სფერო ჰოლდინგის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულია გივი წულეისკირი, გიორგი მურუსიძეს კი ეძებენ. მიზეზი მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით ფულის მითვისების ფაქტებია. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საუბარია ჯამში 12 მილიონ ლარზე. თვეებია კომპანიას კლიენტები უჩივიან იმის გამო, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებს ის არ ასრულებს. დაზარალებულებმა არაერთი აქციაც გამართეს, ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მარიკა ბოლქვაძე გვერდება საქმის დეტალებით პირდაპირ ეთერში და მოგუყვება რას ფიქრობენ ამ საქმის შესახებ დაზარალებულებიც, რომლებიც როგორც ჩანს მთავარი მოწმეები იქნებიან. დიახ-კეთი დაკავებულია სფერო ჰოლდინგის, სფერო ინვესტის დამფუძნებელი გივი წულეისკირი, რომელსაც მოქალაქეების თანკუთვნილი თანხების თაღლითობით მითვისებას ედავება პროკურატურა. თვეებია უკვე ამ საქმესთან დაკავშირებით აქციებს მართავენ მოქალაქეები ხან სფერო ჰოლდინგის სათაო ოფისთან, ხან კანცელარიასთან. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სფერო ჰოლდინგის, სფერო ინვესტის მიერ მოქალაქეების კუთვნილი თანხების მითვისებას. მოქალაქეებს სფერო ჰოლდინგის თავაზობდა გირავნობის ალტერნატივით საცხოვრებელ სახლებს. 1 წლის თავზე ეს თანხები მოქალაქეებს უნდა დაბრუნებოდათ, თუმცა კომპანია არც ქირის გადახდას აგრძელებდა, არც თანხას აბრუნებდა უკან. მოქალაქეების მთავარ მოთხოვნად ახლა ცხადია კუთვნილი თანხების დაბრუნება რჩება. ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სფერო ჰოლდინგის სათაო ოფისთან. ახლა კი გივი წულეისკირის დაკავებასთან ერთად ისინი ითხოვენ, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს და პასუხისგებაში იქნას მიცემული გიორგი მურუსიძეც, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორია და აგრეთვე კომპანიის იურისტი სოფო პეტრიაშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში ჩართული. პირადად $20,000 მაქვს ჩადებული გირაოს სტატუსით და მე მადლობა მინდა მოუხადო პროკურატურას, რომ უკვე იზრუნა და წილეისკირი დაიჭირეს, მაგრამ ამით არ უნდა დამთავრდეს. მარტო ეგ არ მოქმედებდა და თაღლითურად მოქმედებდნენ ყველა, ვინც კი დამხმარე იყვნენ. ნოტარიუსი იყო თუ იურისტები იყვნენ თუ ადვოკატები იყვნენ, აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ ყველამ შეგვიტყუა იქა და ჩაგვადებინეს ეს თანხა. და მოვითხოვთ, რომ იზრუნონ კიდევ იმაზე, რომ ჩვენი თანხები ამოგვაღებინონ. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით ხელისუფლების ჩართულობის გაგრძელებას და სასწრაფოდ კომპანიის დირექტორის გიორგი მურუსიძის დაკავებას. კომპანიის იურისტი და კომპანიის წარმომადგენლები თავაზობდნენ სხვადასხვა ქონებების გაცვლას გრიგოლეთში, რომლებიც ხალხო არის სხვის მიწაზე აღნაგობით აშენებული, დაუსრულებელი, სრულიად შავი კარკასიც კი არ არის. გარდა ამისა, დაყადაღებული იყო უამრავი დაზარალებულის და სხვა კომპანიების მიერ. მათ აქვს თვალდებულება შეპეს გორგიასთან, სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით. ანუ ეს იყო სრული ფარსი და სრულად იმისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ამ ადამიანებს სისხლის სამართლის საქმე და ციხე აეცილებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გივი წულეისკირი გუშინ საღამოს საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ის ამ დრომდე იზოლატორში რჩება, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ვიცით, რომ ოფიციალურად 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება თანხების თაღლითურად მითვისების საბაბით. რაც შეეხება გიორგი მურუსიძეს, მის მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება, თუმცა ამ დრომდე მიმალვაშია. საუბარია დაახლოებით 12 მილიონამდე ლარის ორმაგი სქემის თაღლითურად მითვისებაზე და აგრეთვე 254 დაზარალებულ ფიზიკურ პირზე, რომელთა რაოდენობა შეიძლება საქმის მიმდინარეობის პროცესში გაიზარდოს. ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით და უფლების მიზნით შეპეს სფერო ჰოლდინგის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი სფერო ინვესტი, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე. თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწევათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალებული სტატუსის მქონენი არიან და რომელთა თანხებიც სფერო ჰოლდინგს მითვისებული აქვს. ერთადერთ მოთხოვნად, როგორც მოისმინეთ, რჩება ის, რომ მათ დაუბრუნდათ კუთვნილი თანხები და ანაზღაურდეს მათი ზარალი. რაც შეეხება გივი წულეისკირს, ის ამ დრომდე იზოლატორში რჩება, დღეს კი ჩაინიშნება მისი სასამართლოს ხდომაც.